საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. ჩვენი გაკვეთილის თემაა ხუთზე გამრავლება და გაყოფა. თქვენ დაფაზე ხედავთ ხუთზე გამრავლების ცხრილს. შევავსოთ ეს ცხრილი. რას უდრის 1-სა და 5-ის ნამრავლი? გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავამრავლებთ 1-ზე, მივიღებთ იმავე რიცხვს. მაშასადამე 1-სა და 5-ის ნამრავლი უდრის 5-ს. რას უდრის 5-ისა და 5-ის განაყოფი? გავიხსენოთ, თუ რიცხვს გავყოფთ იმავე რიცხვზე, მივიღებთ 1-ს. მაშასადამე 5-ისა და 5-ის განაყოფი 1-ის ტოლია. რას უდრის 2-სა და 5-ის ნამრავლი? გავიხსენოთ, 2-ზე გამრავლება გაორმაგებას ნიშნავს. რა რიცხვი უნდა გავორმაგოთ? რიცხვი 5. რას მივიღებთ? 10-ს. რას მივიღებთ თუ 10-ს გავყოფთ 5-ზე? რამდენი ხუთეულის გამოყოფა შეგვიძლია 10-დან? 2-ის. მაშ 10 გავყოთ 5-ზე, უდრის 2-ს. ახლა კი გავიგოთ, რას უდრის 3-სა და 5-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე, რომელზედაც რიცხვები 0-დან 50-მდე მიმდევრობით არის განლაგებული 5-ის ბიჯით. მაშ 3 გავამრავლოთ 5-ზე. მოდით გამრავლება შევცვალოთ შეკრებით. რა რიცხვია აღებული? შესაკრებად რიცხვი 5. რამდენჯერ? 3-ჯერ. 5, მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5. მაშ რამდენი ბიჯით უნდა გადავინაცვლოთ? წინ 5 ბიჯით. რამდენჯერ? 3-ჯერ. თვლას ვიწყებთ 0-დან. 1, 2, 3. მივიღეთ 15. მაშ 3-სა და 5-ის ნამრავლი უდრის 15-ს. რას უდრის 15-ისა და 5-ის განაყოფი? ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 15-დან. ვითვლით უკან. 1, 2, 3. რამდენი ბიჯით გადავინაცვლეთ უკან? 3 ბიჯით. მაშ 15 გავყოთ 5-ზე, უდრის 3-ს. ჩავწეროთ ჩვენ გამრავლების ცხრილში. 3-სა და 5-ის ნამრავლი უდრის 15-ს, 15 გავყოთ 5-ზე, უდრის 3-ს. ახლა კი ვიპოვოთ 4-სა და 5-ის ნამრავლი. ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 0-დან. ვინაცვლებთ წინ. რამდენჯერ? 4-ჯერ. 1, 2, 3, 4. მივიღეთ 20. რას მივიღებთ თუ 20 გავყოფთ 5-ზე? ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. რიცხვი 20-დან ვინაცვლებთ უკან. 1, 2, 3, 4. მივიღეთ 4. ჩავწეროთ გამრავლების ცხრილში. მაშ 4-სა და 5-ის ნამრავლი უდრის 20-ს. 20 გავყოთ 5-ზე, უდრის 4-ს. ახლა კი ვიპოვოთ 5-სა და 5-ის ნამრავლი. ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. ვინაცვლებთ წინ. რამდენი ბიჯით? 5 ბიჯით. რამდენჯერ? 5-ჯერ. 1, 2, 3, 4, 5. მივიღეთ რიცხვი 25. ჩავწეროთ 5-სა და 5-ის ნამრავლი უდრის 25-ს. რას უდრის 25 გავყოთ 5-ზე? 25 გავყოთ 5-ზე. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. 25-დან უკან ვინაცვლებთ 5 ბიჯით. 1, 2, 3, 4, 5. 25 გავყოთ 5-ზე, უდრის 5-ს. ახლა კი ვიპოვოთ 6-სა და 5-ის ნამრავლი. ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 0-დან. ვინაცვლებთ წინ 5 ბიჯით. რამდენჯერ? 6-ჯერ. 1,
2, 3, 4, 5, 6. მივიღეთ 30. მაშ 6-ისა და 5-ის ნამრავლი უდრის 30-ს. რას მივიღებთ თუ 30-ს გავყოფთ 5-ზე? როგორც თქვენ ხედავთ, გამრავლება და გაყოფა ურთიერთშებრუნებული მოქმედებებია. თუ 6-ისა და 5-ის ნამრავლი 30-ის ტოლია, რას მივიღებთ თუ 30-ს გავყოფთ 5-ზე? მივიღებთ 6. ვიპოვოთ 7-ისა და 5-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე. თვლას ვიწყებთ 0-დან. რამდენი ბიჯით ვინაცვლებთ წინ? 5 ბიჯით. რამდენჯერ? 7ჯერ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. მივიღეთ 35. მაშ 7-ისა და 5-ის ნამრავლი უდრის 35-ს. რას მივიღებთ თუ 35-ს გავყოფთ 5-ზე? მივიღებთ 7-ს. ახლა კი ვიპოვოთ 8-ისა და 5-ის ნამრავლი. გამოვიყენოთ ცხრილი. დავითვალოთ, რამდენი სტრიქონია ამ ცხრილში? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. რამდენი სვეტია? 1, 2, 3, 4, 5. სტრიქონების მიხედვით გავიგოთ სულ რამდენი სამკუთხედი გვაქვს. მაშ თითოეულ სტრიქონში არის 1, 2, 3, 4, 5 სამკუთხედი. როგორ გავიგოთ სულ რამდენი სამკუთხედია? 8 უნდა გავამრავლოთ 5-ზე. ვითვლით ხუთეულებით 5, 10, 15, 20, 25, 30, 35, 40. მაშ სულ 40 სამკუთხედია. რას უდრის 40-ისა და 5-ის განაყოფი? რამდენი ხუთეულის გამოყოფა შეგვიძლია? დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. მაშ 40 გავყოთ 5-ზე, უდრის 8-ს. ჩავწეროთ გამრავლების ცხრილში 8-სა და 5-ის ნამრავლი ტოლია 40-ის, 40 გავყოთ 5-ზე, უდრის 8-ს. მოდით გადავხედოთ 5-ზე გამრავლების შედეგებს. 5, 10, 15, 20, 25, 30, 35 და 40. რას ამჩნევთ? ყოველი მომდევნო რიცხვი წინაზე 5-ით მეტია. მაშ თუ 8-ჯერ 5 40-ია, როგორ ფიქრობთ? რას უდრის 9-ჯერ 5? რა თქმა უნდა, 45-ს. 45 40-ზე 5-ით მეტია. რას უდრის 45-ისა და 5-ის განაყოფი? თუ 9-ჯერ 5 45-ია, 45 გავყოთ 5-ზე, უდრის 9-ს. რას უდრის 10-ისა და 5-ის ნამრავლი? მოდით გამოვიყენოთ გამრავლების თვისება. თანამამრავლთა გადანაცვლებით ნამრავლი არ ვიცვლება და ჩავწეროთ მეორე ტოლობა. 5 გავამრავლოთ 10-ზე. რამდენჯერ არის აღებული? 1 ათეული, ანუ 10 5-ჯერ. რას უდრის 50-ს? 50-ისა და 5-ის განაყოფი რისი ტოლი იქნება? რა თქმა უნდა, 10-ის. მაშ 5-ჯერ 10 უდრის 50-ს, 50-ისა და 5-ის განაყოფი უდრის 10-ს. ამოხსნათ ამოცანა. ხელოსანმა 6 კილა საღებავი იყიდა. თითო 5 ლაღად. რა ღირს 6 კილა? გავაკეთოთ
ამ ამოცანის მოკლე ჩანაწერი. რა ვიცით ამოცანის პირობის მიხედვით? ვიცით, რომ ხელოსანმა 6 ქილა საღებავი იყიდა, თითო 5 ლარად. რისი პოვნა გსურს? რა ღირს 6 ქილა. მაშ რამდენი ქილა იყიდა ხელოსანმა? 6. ჩავწეროთ ქილა 6. რა თანხა გადაიხადა 1 ქილაში? 5 ლარი. თითო 5 ლარი. რისი პოვნა გსურს? რა ღირს 6 ქილა. ანუ სულ რამდენი თანხა გადაიხადა? სულ კითხვის ნიშანი. იმისათვის, რომ ამოხსნათ ეს ამოცანა, გავაკეთოთ სქემატური ნახაზი. რამდენი ქილა იყიდა? 6. დავხაზოთ 6 წრე. 1, 2, 3, 4, 5, 6. რა თანხა გადაიხადა 1 ქილაში? 5 ლარი. თითოეულ წრეში ჩავწეროთ რიცხვი 5. როგორ გავიგოთ? სულ რა თანხა გადაიხადა? 5-ს უნდა მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5, მივუმატოთ 5, კიდევ 5 და კიდევ 5. მოდით შეკრება შევცვალოთ გამრავლებით. რა რიცხვია აღებული შესაკრებად? რიცხვი 5. რამდენჯერ? 6 ჯერ. მას წერთ 6 გავამრავლოთ 5-ზე. რას უდრის 6-ისა და 5-ის ნამრავლი? მოდით 5 შევკრიბოთ ხუთეულები. 5, 10, 15, 20, 25, 30. 6-ისა და 5-ის ნამრავლი უდრის 30-ს. მას პასუხია პასუხი 30 ლარი. ახლა კი ამოხსნათ მეორე ამოცანა. გიორგიმ 15 კუბურით 5 ერთნაირი კოშკი აშენება დააბირა. რამდენი კუბურით აშენდება თითოეული კოშკი? რა ვიცით ამოცანის პირობის მიხედვით? გიორგიმ 15 კუბურით 5 ერთნაირი კოშკის აშენება დააბირა. რისი პოვნა გსურს? რამდენი კუბურით აშენდება თითოეული კოშკი? გავაკეთოთ ამ ამოცანის მოკლე ჩანაწერი. რის რაოდენობას აღნიშნავს რიცხვი 15? სულ რამდენი კუბურა ჰქონდა გიორგის? ანუ წერთ სულ 15. რამდენი კოშკის აშენება უნდა გიორგის? 5 ერთნაირი კოშკის. მას კოშკი 5. რისი პოვნა გსურს? რამდენი კუბურით აშენდება თითოეული კოშკი? მას ჩვენ გვაინტერესებს თითოეული კოშკს რამდენი კუბურა სჭირდება? თითოეული კითხვის ნიშანი. მოდით ამ ამოცანის ამოსახსნელად გამოვიყენოთ სქემატური ნახაზი. რამდენი წრე უნდა დავხაზოთ? 5, რადგან 5 კოშკის აშენება უნდა გიორგის. 1, 2, 3, 4, 5. სულ რამდენი კუბურა ჰქონდა გიორგის? 15. მოდით გამოვიყენოთ, მე შემიძლია გამოვიყენო ფერადი მაგნიტები. თქვენ კი შეგიძლიათ ჩახატოთ თითოეულ წრეში ან სამკუთხედები, ან წრეები. 15 კუბურა უნდა განაწილდეს 5 კოშკზე. ანუ 15 ფერადი მაგნიტი უნდა გავანაწილოთ 5 წრეში. 1, 2, 3, 4, 5, 6,
7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. რამდენი ფერადი მაგნიტი მოთავსდა თითოეულ წრეში? დავითვალოთ 1, 2, 3. მას რამდენი კუბურა დაჭირდა? ერთ კოშკს 3 კუბურა. რა მოქმედებით შეგვიძლია ჩავწეროთ? გაყოფით 15 გავყოთ 5-ზე. მივიღეთ 3. მას თითოეულ კოშკს დასჭირდა 3 კუბურა. ჩავწეროთ პასუხი. პასუხი 3 კუბურა. მას ჩვენ ამ გაკვეთილზე ვისწავლეთ 5-ზე გამრავლება და გაყოფა. გამოვიყენეთ რიცხვითი წრფე. ამოვხსენით 2 ამოცანა. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულდა. გისურვებთ წარმატებებს.